დიდი ხანი ფიქრობდი, საწავსულიყავი. ვარიანტები მქონდა ოქსფორდი და ჯორჯთაუნი. ალექსანდრე რონდეს ვლაპარაკე. მანაც ასევე მირჩია, რომ აი ჯორჯთაუნში წადი, იმიტომ რომ იქნები ამერიკის დედაქალაქში, სადაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება. მე მასწავლე და მადლენ ობრაიტი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი. საბოლოო შეფასებაში ჩამიწერა, რომ საკითხებს ვეპყრობოდი იუმორით და თავდადებით. ამერიკის რევოლუციამ შექმნა იდეა, რომ ადამიანი არის ხელისუფლების წყარო. ჯორჯ ვაშინგტონმა ორჯერ რომ იყარა კენჭი, მერე ადგა და წავიდა და არ დარჩა და არ იქცა დიქტატორი. Ani ამ აუდიტორიებში შენება დემოკრატიის საფუძვლებს სწავლობდი. ძალაუფლება გვნის და სწორედ ამიტომ უნდა იყოს ძალაუფლება შეკავებული. მე არ მჯერა რომ ამერიკა ან ევროპა უბრალოდ სიკეთის გამო გააკეთებს რაღაცას, მათ უნდა დავანახოთ ინტერესი. ძლიერ ემიგრაცია, შეკრულ ემიგრაციას შეუძლია ესაუბროს კონკრეტიკით. ტრაგიკული ვითარება გვაქვს იმის, რომ ხმის უფლების ჩამორთმევა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების საერთოდ რა შეჯდება, არავინ არ იცის, ხო, საზღვარგარეთ ცხოვრები ადამიანებისთვის გაუგებარია ეს. ხშირად არის ხოლმე რომ აი პოლიტიკურ პარტიად აპირებთ გადაქცევას რაღაც. არა, ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკურ პარტიად გადაქცევას. მე ვარ ანიჩ ხვიყვაძე, ჟურნალისტი ვაშინგტონში, ვწერ გეოპოლიტიკის და რეგიონის საკითხებზე, ასევე ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ამერიკული და ბრიტანული გამოცემებისთვის. 8 წლის განმავლობაში მუშაობდი ამერიკის სპაში. Ani, სად ვართ? ჩვენ ახლა ვართ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, რომელიც დაარსდა 1799 წელს. საფრანგეთის რევოლუციის წელს ისე, იეზუიტთა ორდენის მიერ. ანუ ეს არის კათოლიკური სკოლა, უნივერსიტეტი და ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი შენობა, ჰილი ჰოლი. მე ჯორჯთაუნში 2014 წელს ჩავაბარე და 2 წელი გავატარე ამ შენობაში, ვაშინგტონში. ძალიან ლამაზია. ხო, შენობა ლამაზია, ძველია. რა სწავლობდი აქ? სხვა შორის სწავლობდი ბევრ იეზუიტ ბერთან ერთად, თუ ორდენის წევრთან ერთად, რომლებიც საკუთარი იეზუიტური უნიფორმით მოდიოდნენ ხოლმე ლექციებზე. მე დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა. 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდი. საგარეო სამსახურის სკოლა ქვია აქ და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობების. ეს არის პირველი შემთხვევა ჩემი ამერიკაში ჩამოსვლის. პირველად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გასვლის პროგრამაზე ვიყავი მინესოტაში მოვხვდი, მაშინ არ ირჩევდა თვითონ გაგზავნიან პატარა ქალაქ მინესოტაში, რომელიც სულიად განსხვავებული სამყარო რა თქმა უნდა ვაშინგტონისგან და სულ სხვანაირი, ასე ღირებულებებითაც განსხვავდება და პატარა ქალაქი ეს საბჭოთა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ბავშვის ფანტაზიები ამერიკაზე, რომ ამერიკა უნდა იყოს ნიუ-იორკი, ხო, სათამბჯენები რაღაც. ქაოსი, გიგანტური რაღაცა იქ მინესოტაში ეს ასე არ არის და ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, შოკს ვერ დავარქვევდი, თუმცა მოულოდნელობა, ხო, ასე ვთქვათ. და ასევე ძალიან ისეთი ერთ-ერთი რამ კიდე რაც საინტერესო იყო მინესოტაში იყო ის რომ ეს ოჯახი ძალიან ესეთია რა ქვია მნიშვნელოვანი ამბავია ტრადიცია ოჯახი და ასევე რელიგია და კვირას ეკლესიის სიარული ოღონდ ხო აი პატარა ქალაქში სადღაც არსად ერთსართულიან ამერიკაში ასე ვთქვათ ეს ილფი და პეტროვიდან მოდის ეს ერთსართულიანი რომლებიც აღწერეს ხო, საბჭოთა კავშირის დროს უფლება მიეცათ რომ ჩამოსულიყვნენ და ენახათ ამერიკა და სხვა შორის საინტერესოა ერთსართულიანი ამერიკა ქვია. ერთი წელი დავყავ მინესოტაში, მე ცოტა ხანი ნიუ-იორკში ცხოვრობდი, მე საქართველოში დავბრუნდი და მაგისტრატურაზე დიდი ხანი ვფიქრობდი, სადაც წავსულიყავი, იმიტომ რომ რამდენიმე უნივერსიტეტში ჩავაბარე. გამიმართლა ჯორჯთაუნმა თავად, ну, ისაც რა დავაფინანსებდი, მე ვერ შევწდებოდი ჯორჯთაუნის დაფინანსებას. თავად დავაფინანსა, მერიტოკრატიული სტიპენდია მომცა და 2 წლის განმავლობაში მუშაობდი დეპარტამენტში და ასევე სწავლობდი მაგისტრატურაზე ამ სტიპენდიის ფარგლებში. მაგრამ დიდი ხანი ფიქრობდი, საწავსულიყავი. ვარიანტები მქონდა ოქსფორდი და ჯორჯთაუნი და საბოლოოდ ამერიკამ განაწონა, ასე ვთქვათ, ბევრი საუბრების ფიქრის შემდეგ. მათ შორის მაშინ მახსოვს ალექსანდრე რონდეს ვლაპარაკე, რომელიც ჩვენთან მეთესეო დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების თესაუში იქ იყო. არ ვიცი, ხმაყურებელმა ალბათ იცის თუ არ იცის რონდელი, მაგრამ ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის საქართველოში და მანაც ასევე მირჩია, რომ აი ჯორჯთაუნში წადი, იმიტომ რომ იქნები ამერიკის დედაქალაქში, სადაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება.
და ასე შედეგად აღმოჩნდი ჯორჯთაუნში. ხა დამარხული სიბრძნები არ აღმოიჩენია ოღონდ, მაგრამ თესეუსგან განსხვავებით უფრო მეტი ფოკუსი იყო ანალიტიკაზე, წერაზე ასევე და არგუმენტის განვითარებაზე. თესეუსში ზეპირად ყვებოდით ხოლმე ზოგჯერ რაღაცებს და სხვა. ხო, და სხვა ტიპის სწავლება იყო და გამოცდების სხვა ტიპის იყო, თუმცა იქაც არაუშავდა, მაგრამ აქ ბევრად უფრო კრიტიკულად უყურებ თემებს და კრიტიკულ აზროვნებას გავითარებინებს ამერიკის უნივერსიტეტი. ხო, რაღაც ჩარჩოებში არ მოექცევი. ხო, არა და მე გამიმართლა, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო გარდა იმისა, რომ არის რა თქმა უნდა ეს ანალიტიკური კომპონენტის სწავლება და ასე შემდეგ, არის კიდე პროფესურა და მე მასწავლიდა მადლენ ობრაიტი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს. რომელიც კარგად იცნობს საქართველოს 90-იან წლებში საქართველოს საკითხებზე მუშაობდა, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მუშაობდა, იყო ურანის გატანა საქართველოსთან, საბჭოთა კავშირის მერე დარჩენილი ურანის გატანა. და არა მარტო აფხაზეთის ომის დროს, მის შემდეგ უკვე ჰუმანიტარული დახმარება ჩართული და კარგად ესმოდა აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპა, კომუნიზმი, მისი შედეგები და ერთ-ერთი ჩემი მიღწევა ის იყო, რომ საბოლოო შეფასებაში ჩამიწერა, რომ საკითხებს ვეპყრობოდი იუმორით და თავდადებით. იუმორით და თავდადებით, ახლაც ასე უდგები საკითხებს? კი, ნამდვილად. სხვა როგორ? სხვანაირად ბაშნეულა გაინტერესებს ის, რასაც აკეთებ და თუ გაინტერესებს, ალბათ ისე უნდა მივუდგე, რომ ყველაფერი გააკეთო იმით, რომ გამოგივიდეს, ხო? შემდეგ უკვე შემოვჭი ვაშინგტონს, მას შემდეგ რაც დავამთავრე ჯორჯთაუნი და მივიღე შემოთავაზება ამერიკის ხმისგან და იქ უკვე 8 წელი დავყავი ამერიკის ხმაში. სადაც ვაშუქებდი, ქართველი მაყურებლისთვის უკვე ამერიკის ამბებს და რა ხდებოდა იმას თუ რა ხდებოდა ვაშინგტონში. იმიტომ რომ უკვე გამოცდილება მქონდა ამერიკის უნივერსიტეტებით, ალბათ უფრო შოკის მომგვერელი იყო მინესოტაში, როდესაც ჩავედი პირველად, არა მარტო გარემო, მოლოდინები, რომ ეს ცათამბჯენები არ იყო იქ და რაღაცა ერთსართულიანი ამერიკა იყო და ასევე ის, რომ უნივერსიტეტში ხარ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით. მე თესევ დავამთავრე, ეროვნული გამოცდებით ჩავაბარე. ვიყავი როგორ ბავშვი და ჩემ ტირილით მაცილებდა გამოცდებზე და მე როგორ ვიყავ, მე თუ ვერ დავწერე და ხა ვინ დაწერს ამას, ესე შევდიოდი. თესეუში ხა გაპრანჭული დადიოდა ყველა ლექციებზე, რაღაც კურსლებით და ასე შემდეგ. აქ უნივერსიტეტში პიჟამოთი დადიან დილას აღამოს და ეს რაღაც ესე რომ გამოვიყურებოდი რაღაც ასე, ყველა მეკითხებოდა რომ რამე შეხვედრა ხო არ გაქვს, სად მიდიხარ. ხო, და თვითონ პროფესორები ამ დროს მოდიან ყველა შარვალ კოსტუმში და გამოწყობილი და სტუდენტები ბევრად და სტუდენტური ცხოვრება, იმიტომ რომ ვითარდება ამ კამპუსზე, ყველაფერი, ამიტომ ხალხი აქ ცხოვრობს და ესე ძალიან ამერიკულია ეს, რომ რა სახლურად უნდა იყო აქ ხო ლექციაზე. ჩვეულებრივად. როცა უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრობ და გადმოდიხარ ლექციის მოსასმენად აქვე მიმდებარე შენობაში, რა თქმა უნდა არ გამოიპრანჭები. პირველი თვე ცოტა მიკვირდა და მეორე თვეს მეც უკვე პიჟამოთი გავდიოდი ლექციაზე, ისეთი კომფორტული აღმოჩნდა ეს ყველაფერი. ესე ჩვენი კულტურების განსხვავებაა და რაღაცნაირად. ხო, არა, ამერიკაში. ხო მივხვდი მე რომ ეს უფრო კომფორტულია და არ არის საჭირო დროის ხარჯვა, მაგალითად მაკიაჟისთვის და ასე შემდეგ, როცა ლექციაზე მიდიხარ. ზუსტად, იმიტომ რომ არავინ არ უყურებს იქ შენ როგორ გამოიყურები და ასე შემდეგ. რაღაც ზოგადად ისეთია ამერიკული კულტურა, ესეთი თავისუფალია, რომ როგორც გინდა, ისე შეგიძლია იყო. ნიშნავენ ისე რომ ეს არის, რელიგიური სკოლაა, ხო? ბევრი უნივერსიტეტი შეერთებულ შტატებში უკავშირდება სწორედ აი სხვა მიმართულებას, ქრისტიანული ორდენების იქნება თუ ასე შემდეგ. იეზუიტები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანობის გავრცელებას და ასე შემდეგ და ჯერ კიდევ იგრძნობა აქ ესე ვთქვათ ეს იეზუიტური სული და სულისკვეთება. იეზუიტური ორდენი დიდ ყურადღებას უთმობდა სამართალს, ასევე განათლებას და გავრცელებას იმ ღირებულებების, რაც არის ქრისტიანული ღირებულებები, რაც საქართველოს ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია და ესეც ერთ-ერთი საფუძველია იმის თუ რატომ უნდა იყოს საქართველოს თავისუფალ სამყაროში, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ქრისტიანულ თუ ქრისტიანულ ღირებულებებს, რაც არის ადამიანის დაფასება, თავისუფლება, ბედნიერებისკენ სწრაფვა და ეს არის საფუძველი იმისა, თუ რატომ სჯობს თავისუფალი სამყარო დანარჩენ სხვას, იმიტომ რომ აქ ისტორიულად და თუ წავალთ უკან უკვე ხო, აი ხა 250 წელი ხდება ამერიკის დაარსებიდან ცოტა ხანში. და 250 წელს ითვლის სწორედ
ამერიკის რევოლუცია, რომელმაც შექმნა რესპუბლიკა. ამერიკის რევოლუციამ შექმნა იდეა, რომ ადამიანი არის ხელისუფლების წყარო და შექმნა ასევე სისტემა, სადაც გამომდინარე ნაკლოვანებებისგან, რაც ადამიანებს აქვთ, როდესაც მათ აქვთ ხელისუფლება და ძალაუფლება, რომ შეეზღუდა ეს ძალაუფლება და გადაენაწილებინა. სწორედ ამიტომ არის ამერიკის სახელმწიფოს ასე ვთქვათ სამი დანაყოფი, ხო, ხელისუფლების დაყოფა, ეგრეთ წოდებული checks and balances, გაწონასწორების და შეკავების სხვადასხვა შტო ხელისუფლების ეს იქნება. ეს კონსტიტუციურად ჩვენთანაც არის, უბრალოდ ფურცელზეა და რეალობაში არ მუშაობს. აქ უფრო მეტად არის, იმიტომ რომ ბევრად სისტემა განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაც ის, რომელიც საქართველოს ვარდების რევოლუციის მერე მიიღო, კი მოდელი იყო ნამდვილად შეერთებული შტატები, თუმცა ის რომ ტრადიცია არსებობს, ხო, უკვე 250 წელი, რომელსაც პატივს სცემს ყველა და ჯორჯ ვაშინგტონმა ორჯერ რომ იყარა კენჭი, მერე ადგა და წავიდა და არ დარჩა და არ იქცა დიქტატორი, რადგან ადამიანები, რომლებიც ქრიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამფუძნებელი მამები, მათ იცოდნენ, რომ იყო საშიშროება, რომ ძალაუფლებამ გარყვნას და დიდმა ძალაუფლებამ კიდევ უფრო გარყვნას, ხო, როგორც ის ფრაზაა. ამიტომ ყველა ეცადნენ, რომ შეექმნათ რესპუბლიკა, როგორც არის გამოთქმა რესპუბლიკა, თუ შეძლებ, ხო, შეექმნათ რესპუბლიკა, რომელიც გაუძლებდა იმ ცდუნებებს, რაც ძალაუფლებას მოყვება და გაენაწილებინათ ისე ძალაუფლება, რომ ვერცეთ ამ შტოს იქნება ეს აღმასრულებელი საკანონმდებლო თუ სასამართლო ვერ მოეპოვებინა კონტროლი მეორეზე. ხო, ეს არის მოდელი, რაც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. ბევრი მიზეზია ჩვენ რატომ გვიჭირს, ხო, და რატომ მოხდა ისე, რომ შეერთებულ შტატებმა მოახერხა რესპუბლიკის შენარჩუნება. ჯერ ერთი ხო, დამფუძნებელი მამებიდან რომ დავიწყოთ, თავად იდეა ამერიკის ეფუძნება ინდივიდის თავისუფლებას და სწორედ ის დებატები, რომ ნახოთ აი ფედერალისტების ფურცლები, ფედერალისტ პეიპერში, რაზეც მიდიოდა საუბარი მაშინ და ის პრინციპები, რაზეც დაუფუძნეთ, ეფუძნება არა მხოლოდ ახალ გამონაგონს, არამედ ეფუძნებოდა საბერძნეთის, რომის ფილოსოფიას, ეფუძნებოდა ასევე ჯონ ლოკს, განმანათლებლობის, ინგლისური, ბრიტანული განმანათლებლობის საფუძვლებს, მონტესკიეს, ასევე სხვა ქალაქ სახელმწიფოების გამოცდილებას იქნებოდა ეს ევროპაში თუ ძველ საბერძნეთში და ასე შემდეგ. და ის რაც ისტორიას იმ ეტაპზე 1700 წელი, ხო, ქონდა მოტანილი, ამერიკელებმა მოახერხეს, რომ ეს ეთარგმნათ ისეთ სისტემაში, რომელმაც გაუძლო დროს. როგორ იწყება ამერიკის კონსტიტუციის პირველი სიტყვა, წინადადება არის, რომ with the people, ჩვენ ხალხი ვაძლევთ ამ ძალაუფლებას, ხელისუფლებას, თუმცა ეს ძალაუფლება, რომელსაც ჩვენ მას ვაძლევთ, არის შეზღუდული. ამ ყველაფერს სწავლობდი ამ კედლებში და დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას რომ უყურებ, როგორ აფასებ მდგომარეობას ჩვენს სამშობლოში? ხო, დღეს საქართველოს ნამდვილად რთული პერიოდი უდგას, როდესაც საქმე თავისუფლებას ეხება და ინდივიდუალურ თავისუფლებას, ხედავთ უამრავ შეზღუდვებს, რომელსაც უბრალოდ ახალ კანონს მიიღებენ და მე ხალხს ტროტუარზე არ აყენებენ და ამას არ მოყვება რაღაც ერთ შემთხვევასაც რომ არ მოყვება რაღაც დიდი, უბრალოდ მოყვება უკმაყოფილება და არის ქუჩაში უკმაყოფილება. არასაკმარისია ეს ყოფილიყოთ. საკმარისია, მე მგონი, რომ არ იყოს საკმარისი, ალბათ არ დაიჭერდნენ ტროტუარზე ხალხს. მაგრამ მაინც ეს უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის იმდენად აღმაშფოთებელი, მე თუ მკითხავ, რომ ყველამ ამის წინააღმდეგ რაღაც პოზიცია უნდა დაიკავოს. იქნება ეს შეურაცხყოფის გამო ვიღაცის დაჯარიმება თუ ციხეში გაშვება თუ ტროტუარზე დემონსტრაციის გამო. გავცდით რაღაც ჩარჩოებს და ვართ გზაზე, რომელიც კარგად გლამდე არ მიგვიყვანს და სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს. ჯერ არა საქართველოს მოსახლეობას აქ რაღაც განცდა იმ თავისი და აფასებს იმ თავისუფლებას, რაც გააჩნია. ვფიქრობ, რომ ბევრჯერ გამოხატა ეს. თბილისში გავიზარდე, მაგრამ ხარაგაულიდან ვარ, იქ ძალიან ბევრ დროს ვატარებ, მამა ჩემი იქ ცხოვრობს და მესმის ძალიან კარგად იმ ხალხის, რომლებიც ალტერნატივას ვერ ხედავენ ხელისუფლებას და მათ რომ ხარი დაუჭირონ ოპოზიციას და ალტერნატივას, ამისთვის უნდა ენდობოდნენ მათ და ამისთვის რისკზე უნდა დადონ ის, თქვათ,
შემოსავალი იქნება თუ პრივილეგიები, რაც ამ ეტაპზე ამ ხელისუფლების პირობებში აქვთ და ჯერჯერობით ხო, ხშირ შემთხვევაში ფიზიკური უსაფრთხოება პირდაპირ საფრთხეს რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როდესაც რა თქმა უნდა დაშინება ასე შემდეგ, მაგრამ მაგის მიღმა, ანუ მათ უნდა უღირდეთ ალტერნატივა იმათ, რომ საკუთარი დისკომფორტ შეუქმნან საკუთარ თავს, რაც მე ვფიქრობ, რომ ეგ ვითარება გადამტყდარია მაგ კუთხით. შეიძლება არ იყო გადამტყდარი რამდენიმე წლის წინ და სწორედ ამიტომ ხედავთ ასე ვთქვათ შიშველ ძალაუფლებაზე და ძალის დემონსტრაციაზე დარჩენილ ხელისუფლებას, რომელიც ტროტუარიდან ბავშვებს იტაცებს. Ani am auditoriებში შეიძლება დემოკრატიის საფუძვლებს სწავლობდი, გვიხსნიდი ახლა რა არის, ხო? ამ ყველაფრის მთავარი პრინციპი ადამიანი და იგივე საკეთებდნენ ის მაღალჩინოსნები, ვისაც ახლა საქართველოში ხელისუფლება აბარია და მათაც დასავლური განათლება მიიღეს, ხო? კონსტიტუციონალისტია ზოგი მათგანი და საპირისპიროს აკეთებს, რაც ფურცელზე კონსტიტუციაში წერია. როგორ მიდიან ადამიანები აი ამ კონდიციამდე, როცა ის რაც ისწავლეს, მათ ქმედებებში საპირისპირო დაისახება? Ну, ისტორიულად ვიცით, რომ ძალაუფლება ყვნის და სწორედ ამიტომ უნდა იყოს ძალაუფლება შეკავებული, ხო? ანუ ვთქვათ, თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითს, თუ როგორ ხდება ის, რომ ცალკეული ინდივიდები მე შემდეგ უკვე კონტროლის შენარჩუნების მიზნით და იმისთვის, რომ შენარჩუნონ ძალაუფლება, გამემს გავს ნაბიჯებს, რომლებიც და უზღუდავენ სხვა ადამიანებს თავისუფლებას. ნახავთ, რომ ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ყველა მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო და იყო ასე ვთქვათ გაბატონდე სხვა ადამიანებზე და მოსახლეობაზე და თუ გაივლი ქუჩაში შეერთებული ვაშინგტონის ქუჩებს თუ ნახავ ტომას მასარიკის, ტარას შევჩენკოს და სხვა ადამიანების ძეგლებს, რომელთა მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ისინი იბრძოდნენ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის და ადამიანის თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ შემორჩენ ისინი ისტორიას, ხო? ანუ არ ვიცი, საქართველოს ისტორიამაც არ შემოინახა ისინი, ვინც თანამშრომლობდნენ რუსეთთან, შემოინახა ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის თუ ძალიან დიდი რისკის ფასად წინ უდგებოდნენ იმას, რომ საქართველოს ვერ გადარჩენილიყო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ეს ხალხი შემოინახა ჩვენმა ისტორიამაც. ანუ რა მოქმედებს, რა თვითგადარჩენის ინსტინქტი და მისი მოქმედების მექანიზმი აქვს, მე არ ვიცი, ხო ფსიქოლოგიაში ვერ შევალ ნამდვილად არ არის ჩემი მიმართულება, თუმცა ნამდვილად ხო ეს როგორ ამთავრებენ ასეთი ხელისუფლებები? ისტორიის თაღი სამართლიანობისკენ იხრება, ხო? ოღონდ ამას ჭირდება, თავისით არ იხრება, ამას ჭირდება ის, რომ რამე გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვლენები შესაბამისად განვითარდეს. მათ შორის უნდა გავაკეთოთ ემიგრაციიდანაც. აი შენ რამდენი წელია რაც ამერიკაში ცხოვრობ საერთოდ ჯამში? 12-13 წელი გახდა. 13 წელია, ესე იგი თუმცა ხანგრძლივი პერიოდია. რა შეუძლია ემიგრაციას და ემიგრანტებს, რა კონტრიბუციის შეტანა შეუძლია იმისთვის, რომ ეს თაღი გადაიხაროს მე ვერ ხედავ ჩემ თავს როგორც ემიგრანტად, ანუ დროებით მგონია რომ აქ ვარ და რა თქმა უნდა 13 წელი უკვე ემიგრაციის ნიშნულია ჩემი აზრით. ხო, არა, მაგრამ ხშირად ვარ საქართველოში, ვაგრძელებ საქართველოზე წერას, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში, მაქვს ძალიან ახლო კონტაქტი, მე ოჯახი მყავს საქართველოში, ხო? დედა, მამა. მაგრამ შენ ფიზიკურად აქ ხარ. ხო, ანუ მე ზოგადად სხვა გამოცდილება არსებობს ებრაული თემი, რომელიც ძალიან შეკრული აქვს და მუშაობს იმაზე, იმ საკითხებზე, შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მიზანი იმის, რომ გადარჩეს ისრაელი, საერთოა, ხო? ამ ებრაული თემში იქნება თუ სხვა მსგავს მაგალითები შეგვიძლია ნახოთ, ხო? სადაც ემიგრაციამ დიდი როლი ითამაშა, იქნებოდა ეს საბჭოთა კავშირის დროს ემიგრანტები, რომლებიც მოდიოდნენ დასავლეთში და თავისუფალ სამყაროში და ყვებოდნენ იმ საშინელებაზე, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში და მათ გარეშე ალბათ ის ინფორმაცია, რაც მაშინ სოფლიოს ჰქონდა იმ ვითარებაზე, რაც ჩაკეტილი ქვეყნის შიგნით იყო, არ გვექნებოდა. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, როლი ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს და ყველა ადამიანს, რომელსაც მიიჩნევს აი შენს კონტრიბუციად რა მიგაჩნია ამ პროცესში? ხო, ნუ მე ჟურნალისტი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, საქართველოს საკითხებზე მუშაობ, ვაშინგტონი პოლიტიკური ქალაქია. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ასევე ბევრი ადამიანი საქმე კითხვა, ხო, რა ხდება, რა როგორ ხდება, რატომ ხდება. შენ შეგიძლია პასუხები გასცე საფუძვლიანად და არგუმენტირებულად. კი, ან მე შემიძლია სტატია დავწერო, რომელშიც აუხსნი თუ რატომ ხდება და როგორ ხდება.
მე არ მჯერა რომ ამერიკა ან ევროპა უბრალოდ სიკეთის გამო გააკეთებს რაღაცას, მათ უნდა დავანახოთ ინტერესი. ხო, მათ შორის შიდა ინტერესიც რა არის, რომ ძლიერ ემიგრაცია, შეკრულ ემიგრაციას შეუძლია ესაუბროს კონკრეტიკით. ანუ ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რესპუბლიკელებო, მზად ვართ თქვენ კანდიდატს დაუჭიროთ მხარი იმ კაუნტში, სადაც შეიძლება ქართული ხმები იყოს გადამწყვეტი, ხო? ანუ როცა შენ ძლიერის პოზიციიდან ესაუბრები, იმ მხარდაჭერის მიღება გაცილებით მარტივია, ვიდრე როცა ჩვენ უბრალოდ ხვდებით და ვთხოვთ, რომ დაგვეხმარეთ რუსეთია რეგიონში, ჩინეთია რეგიონში, ანუ სანაცვლოდ რაღაცის მიცემა უნდა შეგვეძლოს. როცა ვსაუბრობთ კონტრიბუციაზე, არ ვიცი ხა ეს ხომ არ არის ტიპიური რაღაცა მედიური გადაცემა და მსჯელობაა, რომელიც გვინდა რომ ბევრ ქართველს გავაგებინოთ, რომ რაღაცა ნარატივის შეცვლაში დავეხმაროთ, ხო? ანუ ეხა ჩვენი რამოდენიმე საათიანი შეხვედრის დროს მე ეგვარები სიმართლე გითხრათ ზოგი პირველად გავიგე, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვანმა ადამიანმა დაგირეკა, ხო? ეს არის კონტაქტები, რომელიც ესე ერთი თვით და ერთ წელიწადში არ მოიპოვება ვაშინგტონში, ხო? ანუ ის კონტაქტები, რომლებიც ჩვენ გაქვს, შესაძლებელია იყოს სომხურ დიასპორაში, რომელიც მხარდაჭერა დღეს არა მარტო გამოსაყენებელი, არამედ ჩვენ შეგვიძლია რაღაც შევთავაზოთ, ხო? ისინი შეიძლება ძალიან კარგი ლობისტები იყვნენ ჩვენთვის აი ამ პროცესში. კი, ზუსტად მაგაზია საუბარი, რომ სომხეთის დასავლური არჩევანი და დასავლური ინტეგრაცია საქართველოს გარშე გამორიცხულია, ხო? ფაშინიანის პირდაპირ ის იყო ეგ ფრაზა, რომ სომხეთის მთავარი პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე არის საქართველოს და ევროპის გართულებული ურთიერთობები და აქ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში არის უძლიერესი სომხური ლობი და მათი გამოცდილების გაზიარება როგორ გააკეთეთ ეს ყველაფერი, ხო? როგორ შექმნით მედია, როგორ ააშენეთ ინსტიტუციები. მე მაქვს განცდა რომ ისინი მზად არიან გაგვიზიანონ, ხო? ანისნაირი ადამიანები, ვისაც ეს კონტაქტები აქვთ, რომლებიც შეიძლება თეორიულად საუბრობთ, არა კონკრეტულად ანიზე და არა კონკრეტულად სომხურ დიასპორაზე, ეს შეიძლება იყოს ებრაული დიასპორა, ეს შეიძლება იყოს სხვა მიმართულება, ეს შეიძლება იყოს კონგრესმენი და ასე კი, რატომაც არა. რა თქმა უნდა, მცირე, ანუ განსხვავება რა თქმა უნდა ის არის, რომ იქ ბევრად მეტი ადამიანი ყავს, თუმცა, როდესაც თქვა ებრაულ დიასპორაზე საუბრობენ, ან ხშირად აზვიადებენ ხოლმე, სულ 10 მილიონი ებრაელი ცხოვრობს მსოფლიოში, მეტი კი არა. ანუ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა დიასპორა ახერხებს აქტიური იყოს, ხო? ამიტომ მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, რომ საქართველოს ემიგრაციას ეს დიდი არ არის შეერთებულ შტატებში, თუმცა მცირე ჯგუფსაც შეუძლია რაღაცა გარდაქმნები პროცესი დაიწყოს, ძირითადად მცირე ჯგუფები ახდენენ მსგავს გარდაქმნებს ისტორიაში. არიან კოორდინირებულად ერთმანეთთან კავშირში და არიან სისტემური ემიგრაციის ნაწილი და არა ცალ-ცალკე, ასე ვთქვათ. ხო, და საქართველოს ემიგრაციას დიდი კონტრიბუცია აქვს შეერთებულ შტატებში გაწეული ხა. მაგაზე საუბარი მნიშვნელოვანია, ხო? ქართველი დაწყებული იქნება თუ ბალანჩინით და შალიკაშვილი და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ადამიანმა ითამაშა დიდი როლი შეერთებულ შტატებში საქართველოდან და ამაზეც მე მგონი ძალიან წირი ინფორმაცია საქართველოში ხშირად არ საუბრობენ. ხო, და რაც შეეხება თვითონ პროცესს, კი, რა ვიცი, კოორდინაციას აქვს მნიშვნელობა, ცალკეულ ინდივიდუალურ ინიციატივებსაც აქვს მნიშვნელობა და სხვა მაგალითებზე ვიცით და ანუ სომხეთის რეგიონს რაც შეეხება სომხეთს, აზერბაიჯანს კი, საქართველოს თუ არ იქნება პაკეტში რეგიონის და ეს მე მგონი შეერთებულ შტატებში ესმით კიდევაც და მათ შორის ამ თეთრსახში რომ მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის რეგიონის ამ შემთხვევაში საქართველოს მნიშვნელოვანი კომპონენტია და იმისთვის რომ რეგიონი იყოს სტაბილური საქართველო უნდა იყოს ანუ საქართველოს იმ ტრაექტორით უნდა წავიდეს რასაც თავისუფლებისკენ სვლა ქვია მაგრამ ამ ეტაპზე ცოტა გვიჭირს მაგრამ ხო ანუ აქ საუბარია ჩემი აზრით ძალიან მკაფიო საშინაო დავალებებზე ხო ანუ ციფრი რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს ამერიკაში ქართველი როგორ არის? ანუ ვინ აიდენტიფიცირებს თავის თავს ქართველად, ხო? ეს ციფრი არის დაწყებული 30,000-ით, დამთავრებული 9 მილიონით, ხო? ამ ციფრის ესე ვთქვათ, დაკონკრეტება, ეს შესაძლებელია, მათ შორის ამისთვის დაფინანსებაც კი შეიძლება მოითხოვო.
მოიპოვა და ის ჯგუფები, რომლებიც ამაში არიან ექსპერტები, არ ვიცი, რაღაც პროფესიას კონკრეტული სახელი ქვია, დემოგრაფებისთვის ამ სურათის დადება აბსოლუტურად რეალისტური. ანუ მხოლოდ ციფრებით შეგიძლია ესაუბრო ამერიკელებს, რომ ამ შტატში, ამ კაუნტში ამდენი ვართ და ეს არის ჩვენი მხარდაჭერის ფასი. ანუ თუ გინდათ რომ თქვენ კანდიდატს დაუჭიროთ მხარი, ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა პირობითად მეგობარ აქტში, ან რაღაცაში, ან რაღაცაში, ხო? ამიტომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია და ბევრი ადამიანი გვყავს საიმისოდ, რომ ესეთი პროექტები განვახორციელოთ რა. აი დიასპორულ მედიაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე ესტონურ მოდელზე, მაგრამ აი ესტონურის და ებრაული მოდელების საერთო რა არის, რომ პატარა ქვეყნები ძახიან, რომ ჩვენ არ გვყავს არც ერთი ქართველი, არც ერთი ებრაელი, არც ერთი ესტონელი დასაკარგი, ხო? ანუ ის ხალხი, ვინც დღეს აქ ცხოვრობს, მეორე თაობა ფაქტიურად დაკარგულია საქართველოსთვის. არ ვიცი ხვდებით თუ არა აი მეორე თაობის ემიგრანტებს, მაგრამ უდიდეს შემთხვევაში ეს ადამიანები საქართველოსთან შეგრძნებები ატროფირებული აქვთ. არ საუბრობ ხა მაგას რონაირად შეცვლი ხა ეს ოჯახს უკავშირდება და ყველა არა სერვისები, ანუ სად მეიღონ ამ ადამიანებმა სერვისები, სად უყურონ ქართულ თეატრს, სად ნახონ ქართული რაღაც აქტივობები, ანუ ეს არ არის სისტემური, ხო? და ამისი გაკეთება შიდა ემიგრაციული რესურსით შესაძლებელი არის. არაფრის ახლის მოგონება არ გვჭირდება, არსებობს მზა მოდელები და ჩვენზე მორგებული უნდა ვაკეთოთ, ხო? ანუ სკოლა მაგალითად ციფრულ სამყაროში ძალიან თავისუფლადაა შესაძლებელი რომ იყოს ცენტრალიზებული სკოლა, სადაც თან ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ადამიანები შეიძლება რაღაც მომენტში დაბრუნდნენ საქართველოში. ხო, მე სიამოვნებით დაუბრუნდებოდი საქართველოში და ჩემთვის შემზღუდველი შეიძლება გამხდარიყო ის, რომ middle school-შია ჩემი შვილი და ვერ წავალთ, იმიტომ რომ იქ ვეღარ გააგრძელებს განათლებას, ხო? უამრავი პროექტი არის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია და მსჯელობა არის საჭირო და აი ზუსტად შენნაირი ადამიანები, ვისაც აქვთ ეს კონტაქტები, საუბრობენ გადაწყვეტილების მიღებ პირებთან, მათი აზრით შეიძლება მოვისმინოთ, ანუ როგორ წარმოუდგენიათ ქართული დიასპორის გაძლიერება, ანუ თუ თვლიან რომ ქართული დიასპორა მნიშვნელოვანი მდგენელია ქვეყანაში ვითარების შეცვლის, აი რისი გაკეთება შეიძლება? ტრაგიკული ვითარება გვაქვს იმის, რომ ხმის უფლების ჩამორთმევა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების საერთოდ რა შეჯდება, არავინ არ იცის, ხო? საზღვარგარეთ ცხოვრები ადამიანებისთვის გაუგებარია ეს არც კონსტიტუციაზე ყველაფერს გაცდენილი ამბავია და მასაც რა თქმა უნდა ჭირდება მოძრაობა იმისკენ, რომ ეს შეიცვალოს და ამასაც ჭირდება ხმა იმ ადამიანების, რომლებიც ამის მათ არ სურთ დაკარგონ ეს ერთ-ერთი მთავარი უფლება ადამიანის, რომ მოიხადოს სამოქალაქო ვალი და ასევე გადაწყვეტილება მიიღოს და ითამაშოს როლი წარმომადგენლობით დემოკრატიაში, რაც ერთადერთი შანსია საკუთარი ნების ხალხის ნების გამოხატვის, ხო? არჩევნები. იმდენად რთულ პროექტს შევეჭიდეთ, რომ არა მხოლოდ ჩემი გამოცდილება, რომელიც აშკარად არაა საკმარისი, არ არსებობს ცოცხალი მენეჯერი ქართველი, ვისაც შეუძლია თქვას, რომ მე მსგავსი რაღაც გამიკეთებია და მიმიშვით მე გავაკეთებ რა. ამისთვის ჩვენ ღია ვართ ადამიანებისთვის, რომ რაღაცნაირად იყვნენ მრჩევლები. აი გურამი მაგალითად, ხო? არის ადამიანი, რომელსაც ჩვენი საერთო ესეთი შეთანხმებით დავარქვით, როგორც ხიდების მშენებლების advisory board member-ი, ხო? ძალიან გაგვიხარდება, რომ აი ესეთი და ეს არ არის რაღაც ესა ვოლონტიერულის, როცა მაქვს დრო, ჩემი პროფესია რაცაა, ჩემი თემატიკა რაც არის, შემიძლია გაგიზიარო ჩემი ხედვები, ხო? ესეც სერიოზული მხარდაჭერაა და სერიოზული კონტრიბუციაა რა და ძალიან გვინდა რომ ეს მესიჯი მივიტანოთ ბევრ ადამიანამდე. მათ შორის ვაშინგტონში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც შეუძლია თავისი უნარებით, თავისი კონტრიბუციით აი ეს გააძლიერონ. და ხშირად არის ხოლმე რომ აი პოლიტიკურ პარტიად აპირებთ გადაქცევას რაღაც. არა, ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკურ პარტიად გადაქცევას და ჩვენ გვინდა ვიყოთ პლატფორმა, სადაც თუნდაც პოლიტიკური პარტიები მოვლენ იდისკუსიებენ ემიგრაციაში ცხოვრები ადამიანების კითხვებს უპასუხებენ, ხო? ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, ამიტომ დავდივართ, ამიტომ წერთ ადამიანებს, რომ გავაგებინოთ, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია რაღაც კონკრეტული თავისი აქტივობით გააძლიეროს ეს ყველაფერი.